საქმის აღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟებზე საუბრით და პირველ რიგში განვლილი სავაჭრო სესიის შეჯამებით უნდა დავიწყოთ, რომელიც რეკორდულად კარგი იყო, რადგანაც განვლილი სავაჭრო სესიაზე ამერიკული ფლაგმანური ინდექსების S&P 500-ის და NASDAQ-ის შეფასება გაიზარდა ისტორიულ მაქსიმუმამდე, მარტივად რომ ვთქვათ, გუშინ ამერიკული საფონდო ბირჟა იმყოფებოდა ყველაზე მაღალ ნიშნულზე, რომელზედაც ის ოდესმე ყოფილა. ეს ყველაფერი კი ასეთი გაურკვეველი გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური ფონის მიუხედავად, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ძლიერი არის ამერიკული კაპიტალის ბაზარი. დღეს Wall-Street-ის საფონდო ბირჟაზე, როგორც ხედავთ, მცირედი კორექცია გვაქვს, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო, ვინაიდან როდესაც აღლანსვლა გრძელდება უკვე გადაბმულად ლამის ერთი კვირა, მცირედი კორექციები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ბაზარი არ გადახურდეს, ეგრეთ წოდებული ბუშტი არ შეიქმნას და რაღაცნაირად ლოგიკურ ჩარჩოებში მოექცეს ის ყველაფერი, რაც ხდება და ეს კორექცია, როგორც ხედავთ, არის უბრალოდ მინიმალური. S&P 500-ის შემთხვევაში ეს არის 0.11%, რაც დიდ ცვლილებაზე არ მიუთითებს, Dow Jones-ის საერთოდაც იზრდება, როგორც ხედავთ 0.88% გვაქვს მატება და სავარაუდოდ უკვე ეს ინდექსი ძალიან მალე მიაღწევს ახალ რეკორდულ ნიშნულს, ხოლო NASDAQ-თან მიმართებით კორექცია 0.67%-ია, რაც თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ როგორი ფენომენალური შედეგი აქვს NASDAQ-ს ბოლო 1 წლის და ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს კორექცია შეგვიძლია უბრალოდ არაფრად და ხმაურად ჩავთვალოთ. იგივეს ვერ ვიტყვით ევროპაზე, რომელსაც კარგად საქმე არ აქვს, რადგანაც უკვე NASDAQ-იც და S&P 500-იც ევროპულ ფლაგმანურ ინდექსს უკვე ლამის 2 ნახევარჯერ ჯობნიან თავიანთი ამონაგებით. ევროპულ საფონდო ბირჟას აქვს სტაგნაციის პერიოდი და ეს სტაგნაცია დიდხანს არ გაგრძელდება, რადგანაც ინვესტორები ხვდებიან, რომ კაპიტალის აგაჩერება უკვე არის ალტერნატიულად ძალიან დიდი დანახარჯი, სავარაუდოდ კაპიტალი გავა ევროპიდან და ამ გასვლას ვხედავთ რიცხვებშიც. დღესაც დაეცა ევროპული ინდექსი, ეს ვარდნა უკვე დიდი ხანია გრძელდება, კორექცია ამ ეტაპზე დღევანდელ შემთხვევაში არის -0.21%. Nikkei ინდექსიც ასევე ჩამორჩენას აჩვენებს ამერიკულ ინდექსთან მიმართებით, უფრო კონკრეტულად აცდენა Nikkei-სა და NASDAQ შორის, რომლებიც ერთმანეთის მსგავსი ინდექსები არიან, ვინაიდან ორივე ტექნოლოგიურ მიმართულებაზე არის კონცენტრირებული, დღეს უკვე ჩამორჩენა არის 14 მაგი. მარტივად რომ გითხრათ, NASDAQ-ის ინვესტორებს აქვს 14-ჯერ უკეთესი ამონაგები, ვიდრე Nikkei-ის ინვესტორებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ძალიან მარტივი ლოგიკით კაპიტალი გამოვა იაპონიიდან და წავა ამერიკაში, რადგანაც კაპიტალი ყოველთვის იქ მიდის, სადაც არის ზრდის დინამიკა და ამას ვხედავთ რიცხვებში, რადგანაც Nikkei-ის ინდექსი, როგორც ხედავთ, კიდევ შემცირდა და ეს კორექცია არის უკვე -1.24% და საერთოდ ერთწლიან პერიოდში Nikkei-ის აქვს 0%-იანი ცვლილება. ანუ თქვენ რომ გეყიდათ Nikkei-ის ინდექსი დაახლოებით 1 წლის წინ, დღეს თქვენი ამონაგები იქნებოდა 0. ერთ წელიწადში, როდესაც აქტივი ვერ აგენერირებს მოგებას, ის რა თქმა უნდა ინვესტორებისათვის საინტერესო არც ერთი პარამეტრით არ არის. აგრეთვე უნდა ვისაუბროთ შანხაის ინდექსზეც, რომელსაც შესანიშნავი შედეგი აქვს ბოლო პერიოდში, რაც ამერიკასა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით არის განპირობებული და შანხაის ინდექსი დღეს მატებას აფიქსირებს +0.38% გვაქვს ამ მიმართულებით და სავარაუდოდ ჩინურ ბირჟასთან მიმართებით ინვესტორების განწყობა მომავალშიც იქნება საკმაოდ პოზიტიური. ნავთობზეც ვისაუბროთ, ის მცირედით გაძვირდა დაახლოებით 0.5%-ით და როგორც ხედავთ, ბრენტის ფასი შეადგენს $67, WTI კი დაახლოებით $66-ად იბაჭრება. ასევე მატება გვაქვს ბუნებრივაერთან, აქ არის +3% დაახლოებით, ხოლო მეგავატ-საათი ენერგიის ღირებულება შეადგენს ამ ეტაპზე €34. რუსული ნავთობი ფაქტობრივად უსვლელია, ის $63-ად ხელმისაწვდომია, რაც შეეხება ოქროს, მისი ფასი, როგორც ხედავთ, უნციაზე შეადგენს $353, ანუ დღეს პოზიტიური შედეგი გვაქვს +1.21%, ერთწლიან პერიოდში კი ოქროს ფასი არის მომატებული ფენომენალური 43%-ით, რაც იმ უპრეცედენტო დაძაბულობით და გეოპოლიტიკური რისკებით იყო განპირობებული, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდში ვიხილეთ. კრიპტოინდუსტრიაზეც ვისაუბროთ, აქ გვაქვს მცირედი ვარდნა, როგორც ხედავთ, ბაზრის საერთო შეფასება არის შემცირებული 3.5% და ის ამჟამად შეადგენს $3.380 მილიარდ. ფასებს რაც შეეხება. ბიტკოინის ფასი ამჟამადაც არის $106,000 ფარგლებში, ძალიან სტაბილურად ინარჩუნებს ყველა შორის ბიტკოინი $100,000 ნიშნულს, ერთგვარად იპოვა მან უკვე მიზიდულობისა და სტაბილურობის წერტილი, რომელიც არის $100,000 დაახლოებით და იქ არის უკვე ძალიან დიდი ხანია, ცვლილება არის მინიმალური, ერთ კვირაში როგორც ხედავთ, ეს არის სულ რაღაც +0.8%. ეთერიუმს შედარებით უარესად აქვს საქმე, რადგანაც ის პოზიტიურ დინამიკას უკვე დიდი ხანია ვერ აჩვენებს და ერთი მონეტის ფასი შეადგენს $2,400, ანუ დიდად ეთერიუმის ინვესტორები ამ დინამიკით, რაც ბოლო პერიოდში არის საფონდო ბირჟაზე, ვერ ხეირობენ, თუმცა არის მოლოდინი, რომ
ამერიკული ტექნოლოგიური ინდექსის აღმასვასთან ერთად შესაძლოა კრიპტობირჟაც გაიზარდოს, რაშიც რა თქმა უნდა არის გარკვეული ლოგიკა და სიმართლის მარცვალი. ყველაფრის ფონზე კაპიტალიზაცია ეთერიუმისა გვაქვს 293 მილიარდი, ბიტკოინის შემთხვევაში 2 ტრილიონი 112 მილიარდი დოლარი. აქვე უნდა ვისაუბროთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც არიან ქართული კომპანიები წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში უნდა დავიწყოთ საქართველოს ბანკით, რომელსაც დღეს ჰქონდა შემცირება და ეს შემცირება იყო 1.77%. TBC-ის შემთხვევაშიც კორექციას ხედავთ, ეს კორექცია არის დაახლოებით -1%, თუმცა ბოლო პერიოდის დინამიკას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია მაინც ვთქვათ, რომ ორთავე ქართულ კომპანიას შესანიშნავად აქვს საქმე და სავარაუდოდ ისინი ძალიან მალე კიდევ ახალ რეკორდულ მნიშვნელობებს მიაღწევენ. ამის ფონზე ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც, რომლის კურსიც, როგორც ხედავთ, დოლართან მიმართებით არის 2.72, ანუ ცვლილება არის აქ მინიმალური. ევროს კურსი გვაქვს 3.21, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი ბოლო პერიოდში ევროსთან მიმართებით არის ძალიან მკვეთრად გაუფასურებული. ჩვენ დაახლოებით პერიოდში ვიხილეთ 21 თეთრიანი ცვლილება, რაც ნორმალური ნამდვილად არ არის და ამას ის განაპირობებს, რომ თავად ევრო, როგორც ვალუტა, ყარდება ვალუტების ზოგად კალათასთან მიმართებით. მსოფლიოს მასშტაბით ამ კალათაში რა თქმა უნდა შედის ლარიც, ამიტომაც ლარი ამ შემთხვევაში არ არის რაღაც გამონაკლისი და რჩეული, უბრალოდ ევრო არის გამყარებული აბსოლუტურად ყველა ვალუტასთან. ზუსტად იგივე რამ ხდება ბრიტანულ სტერლინგთანაც და ამიტომაც ხედავთ, რომ სტერლინგის ფასი არის 3.75, ანუ აქაც ცვლილება არის ნამდვილად დრამატული. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენ ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც, რომელსაც გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ თანხა განათავსოთ ამ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი. მისი მოცულობა კი წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს დაახლოებით 9%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ხონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა არის 10%-ის ფარგლებში. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ გელისხებათ ყოველდღიურ ფორმატში. ხოლო მიღებული სარგებლის გატანა, მისი მოცულობის გაზრდა ან შემცირება თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია.